ესე იგი რა ხდება? მე დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ ვიმოგზაურე ევროპის 2 ქვეყანაში 55 ევროდ. გასულ წელს ზაფხულში, კონკრეტულად ივნისში მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული ვიყავით მე და მარიამი. ვათვალიერებდი ავიაბილეთებს და წავაწყდი 100 ლარად, თუ უფრო კონკრეტული ვიქნები 99 ლარად, ორმხრივი ავიაბილეთი რიგამდე. ეს ერთი კაცი, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაბრუნებული ვიყავით მე და მარიამი მოგზაურობიდან, ალბათ ხვდებით, რომ ფაქტობრივად ფინანსები ამოწურული გქონდა. დარჩენილი გქონდა ჩვენ და ბედად ზუსტად 200 ლარი, შესაბამისად გადავწყვიტეთ გაგვერისკა, ასე და ამგვარად ზუსტად 5 დღე გქონდა მოსამზადებლად. გეცოდინებათ ალბათ, რომ შენგენში მოგზაურობისთვის საჭიროა გარკვეული საბუთების მოწესრიგება, ეს არის დაზღვევა, ბიომეტრიული პასპორტი, პასპორტი გქონდა რა თქმა უნდა, უკანა ბილეთი, რომელიც უკვე შეძენილი გქონდა პრინციპში და სასტუმროს ჯავშანი, ეს აუცილებელია საზღვარზე რომ მოგთხოვონ, უნდა წარადგინო აუცილებლად. როგორც ეგან ვახსენე, ჩვენ ახალი დაბრუნებული ვიყავით მოგზაურობიდან და ფაქტობრივად ფინანსები არ გქონდა ზუსტად მხოლოდ და მხოლოდ უკან დასაბრუნებელი და გასაფრენი ბილეთის თანხა. გადავწყვეტეთ გამოგვეყენებინა ჩვენი ის სამოგზაურო გამოცდილება, რომელიც აქამდე გქონდა დაგროვებული, გულისხმობ couchsurfing-ს, გულისხმობ ავტოსტოპს. ამ ყველაფერზე ნელ-ნელა უკვე გადავალ, რა თქმა უნდა. couchsurfing-ი ვინც არიცით რა არის, description-ში თქვენ ნახავთ იმ ბლოგს, რომელიც მე ჩავწერე დეტალური განხილვა ამ საიტის შესახებ. მოკლედ გეტყვით, რომ ამ საიტის საშუალებით შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ ცხოვრება, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს არ არის უფასო სასტუმრო. ამას აქვს თავისი ღირებულებები, თავისი წესები და მთელი რიგი ქვეპუნქტები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ამაზე თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, როგორც ვახსენე, description-ში ნახოთ ეს ვიდეოს ბმული და უყუროთ დეტალურად რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება და როგორ შეგიძლიათ თქვენც ისარგებლოთ. ახლა გადავალ უშუალოდ მომზადების პროცესზე, თუ როგორ მოვასწარე ამ 5 დღეში ამ ყველაფრის ორგანიზება. couchsurfing-ზე თუ უკვე უყურეთ ამ vlogs ან უყურებთ, მიხვდებით, რომ პირველი და მთავარი პრობლემა სწორედ ჰოსტის მოძიებაა, რადგანაც თუ არ ხართ ვერიფიცირებული მომხმარებელი, თქვენ გაქვთ მხოლოდ კვირაში 10 მიწერის უფლება ჰოსტთან, ანუ პოტენციურ დამრჩენთან, ვისანაც მედიხართ, გქონდა მხოლოდ 10 შანსი, რომ მეპოვნა ჰოსტი. რა თქმა უნდა, გამოვიყენე ეს 10 შანსი, ველოდებოდი, მაგრამ არ საიდან იცმოდა ზახილი. გადავწყვეტე შემდეგ მარიამი, ჩემი მეუღლე დამაგისტრირებინა ამ საიტზე და მისი საშუალებით მომეძებნა როგორც რიგაში, ისე ტალინში. დიახ, ტალინის გადავწყვეტე მომენახულებინა, რადგანაც ვილნიუსში მარიამი უკვე ნამყოფი იყო და მისი განცხადებით აღარ სურდა ისევ იქ წასვლა. უნდოდა ენახა ტალინი და მეც როგორც დამჯერი ქმარი, გადავწყვიტე არ მენახა ვილნიუსი, მენახა ტალინი. სასურველი იყო მენახა, რა თქმა უნდა, სამივე ქვეყანა, სამივე ქალაქი, მაგრამ ფიზიკურად არ გაურისკე, მინდოდა რომ დამშვიდებით გადამეღო, დამშვიდებით მემოგზაურა. ძალიან თავისუფლად მოვასწრებ ამ სამი ქალაქის და ქვეყნის მონახულებას სულ რაღაც ერთ კვირაში, მაგრამ ეს off-topic-ია, არ გჭირდება ამაზე საუბარი. ახლა უშუალოდ გადავალ პროცედურაზე, თუ როგორ გადავწყვიტე მომეძებნა couchsurfing-ის საშუალებით ჰოსტები, როგორც რიგაში, ისე ტალინში. რიგაში როგორც გითხარით და ტალინშიც გავაგზავნე 5-5 მოწვევა, ანუ 5-5 შანსი მქონდა თითო ქალაქში რომ მეპოვნა ჩემი ჰოსტი, მაგრამ მოხდა ისე რომ ვერ ვიპოვნე ჩემი აკაუნტით. შევქმენი მარიამის აკაუნტი და გამოიცანით რა მოხდა. ორივე ქალაქიდან 2-2 მიწვევა მივიღეთ. დანარჩენებმა თავი იმართლეს, ზოგმა რემონტი გვაქვსო, ზოგმა არ გვსალიაო, ზოგმა ქალაქში არ ვართო, მაგრამ ტალინში ყველაზე საინტერესო რაც იყო ის რომ ისეთმა ადამიანმა მიგვიწვია, ვინც რეალურად სახლში არ იყო. შესაბამისად მოგვცა გასაღები და ვცხოვრობდით მის სახლში 2 დღე. მხოლოდ მესამე დღეს დაბრუნდა და მათთან ერთად გავატარეთ მთელი ერთი სრული დღე. რა თქმა უნდა, ეს კიდევ სხვა თემა არის, უბრალოდ სიტყვას მოვაყოლე. ისევ დაუბრუნდეთ საბუთების შეგროვების პროცესს. როგორც გითხარით, დაზღვევა იყო საჭირო, დავრეგისტრირდით, ბიომეტრიული პასპორტი გვინდოდა, გქონდა, ბინაც უკვე მოვაგვარეთ, მაგრამ აქ იყო სხვა პრობლემა. ერთი იყო ის, რომ უნდა მოგვეძებნა ჰოსტი, მაგრამ ჰოსტისგან უნდა მიგვეღო ისეთი ინფორმაცია, რომელსაც საზღვარზე წარვადგენდით. საჭიროა ბინადრობის მოწმობა, კიდე რა არის საჭირო? საჭიროა ბინადრობის მოწმობა, საჭიროა ტელეფონის ნომერი, მისამართი და პასპორტის სასლი. ალბათ გაგიკვირდებათ, რომ თუ სახლში გვიშვებთ, ასეთი ინფორმაციის დამალვა რაში დაჭირდებოდათ. გეტყვით, რომ ძალიან ჩვეულებრივად, ნამდვილად ბევრს არ სურს თავისი პერსონალური ინფორმაციის სხვა უცხო ადამიანზე გაცემა. და ამ კუთხითაც იყო რისკი, რომ ვერ მიგვეღო ასეთი
საბუთები, მაგრამ რა თქმა უნდა, გაგვიმართლა როგორც რიგაში, ისე ტალინში. მსგავსი საბუთები წარვადგინეთ საზღვარზე და უპრობლემოდ შევედით. ასე და ამგვარად რიგაშიც და ტალინში მოვაგვარეთ უფასო საცხოვრებლის პრობლემა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის სასტუმრო. Couchsurfing-ს აქვს სხვა ღირებულებები, რომელიც რეალურად უნდა აითვისოთ, შეითვისოთ და კარგად გაიაზროთ. თუ ისე იმოგზაურებთ, რომ ხოსს აგრძნობინებთ, ის არის უფასო მასპინძელი და რეალურად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ, დამიჯერეთ შემდეგი მოგზაურობისთვის ეს იქნება თქვენთვის ძალიან დიდი პრობლემა. ასე რომ სანამ Couchsurfing-ის გამოყენებას დაიწყებთ, აუცილებლად უყურეთ ჩემს vlogs და ამის მიხედვით უკვე შემდეგ თუ გექნებათ რა თქმა უნდა სურვილი გამოიყენებთ და იმოგზაურებთ Couchsurfing-ის საშუალებით. ბალტიისპირეთის ქვეყნების სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით არის შედარებით ბალტიისპირეთის ქვეყნების სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით არის საკმაოდ დიაფი, მათ შორის არის რიგაც და რა თქმა უნდა ტალინიც, მაგრამ თუ ამორშევადარებთ, რიგა ბევრად დიაფია ვიდრე ტალინი. მოკლედ კვებას რაც შეეხება, ფაქტობრივად დილა-საღამოს ვიკვებებოდით სახლში. მაღაზიაში როგორც გითხარით, არის ძალიან სიაფე და მხოლოდ ერთხელ გარეთ შედარებით იაფად ვიკვებებოდით. ასე და ამგვარად არ დაგვეხარჯა რიგაშიც და ტალინშიც ბევრი და ფაქტობრივად ორივე მეც და მარიამაც ჯამში დავხარჯეთ 110 евро, 55 евро, იმიტომ ვქვია ამ vlogs რომ მე დავხარჯე 55 евро და არა ერთობლივად. დავხარჯეთ ბილეთებში, ორმხრივ ბილეთებში, რომელიც ღირდა 99 ლარი, დანარჩენი უკვე ძირითადად დაიხარჯა კვებაში და რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი მაგნიტებისთვისაც დაგვჭა თანხა. თუ უყურებთ ჩვენს vlogებს, მიხვდებით რომ მაგნიტების შეგროვება არის ჩვენი ჰობი და მაგის გარეშე არც ერთი ქვეყნიდან სახლში არ ბრუნდებით. რეალურად ჩემი რჩევა იქნება ასევე ის, რომ ხშირად შეამოწმოთ ეს საიტი, Wizz-Air-ს გულისხმობ, რადგანაც აქვს ამ საიტს ძალიან კარგი შემოთავაზებები მოგზაურთათვის. შეგიძლიათ ძალიან იაფად შეიძინოთ ბილეთები ისე, როგორც მე მაგალითად ოქტომბერში ორმხრივი ავიაბილეთი შევიძინე 87 ლარად ჰოლანდიაში. ელენე განვიხილავ კიდევ ერთ პრობლემას, რომელსაც განვიხილავდი მოგზაურობის დაწყებიდან, ანუ რიგიდან ტალინში წასვლა, ტალინიდან რიგაში დაბრუნება. ფაქტობრივად მჭირდებოდა ორმხრივი ავტობუსის ბილეთი, მიუხედავად იმისა, რომ არ ღირს ძვირი ქალაქებს შორის გადაადგილება, მაინც გადავწყვიტე ჩემი გამოცდილების ჩართვა აქაც, როგორც ავტოსტოპერის. მოგეხსენებათ, თუ ჩემს vlogებს უყურებთ და მარიამის vlogებს უყურებთ, მიხვდებით, რომ ავტოსტოპის ხშირი მომხმარებელი ვარ და გადავწყვიტე ევროპაში პირველად გამომეყენებინა ავტოსტოპი. თუ რა მოხდა, ამ vlogის შემდეგ ჩავწერ და აუცილებლად გაგიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც რეალურად გადაგხვდა. ფაქტობრივად პატარა სპოილერი გითხარით, შემდეგი vlogi იქნება რიგიდან ტალინამდე ავტოსტოპის შესახებ, ასე რომ არ გადართოთ დარჩით არხზე. თუ ეს vlogi მოგეწონათ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, თუ არხი არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ და აბა შეხვედრამდე.